კახეთში ქორწილში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაკავებული და შემდეგ უკვე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ასახულია ინციდენტის დაწყების ეპიზოდები. ჩანაწერში ვხედავთ, რომ 18 ივლისს კამერის დროით 20 საათზე 15 წუთსა და 20 წამზე ქორწილის სტუმრების ყურადღებას იქცევს მათ ზემოთ ყოფი რუსი დამსვენებლების ქმედება. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რუსმა ტურისტებმა ნეფე-დედოფლის მისამართი დაიწყეს შეძახილი გორკა, კოცნა და შემდგომ სხვადასხვა პროვოკაციული შეძახილი. იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა სტუმრებმა არ მიექციეს სათანადო ყურადღება, ამაზე გაღიზიანებულმა რუსმა ტურისტებმა მესამე სართულიდან დაიწყეს გაურკვეველი სითხეების გადმოსხმა. ვიდეო კამერის ჩანაწერში კამერის დროით 20 საათზე 16 წუთსა და 34 წამზე ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე ელგუჯამრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორ მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება. სწორედ ზემოთ დაფიქსირებული მომენტიდან იწყება რუსების მხრიდან პროვოკაცია. აქ მხოლოდ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აწყობენ დანაშაულის პროვოკაციას, თავიანთ მახაში აგებენ მსხვერპლს, რომელსაც უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, რათა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვოთ დაზარალებული სტატუსი და ამის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას დაზღვევისგან აინაზღაურონ დიდი ოდენობით თანხები. წერს ადვოკატი ლაშა კაპანაძე.